მოგესალმებით ყველას ამ ვიდეოში ჩვენ ვისაუბრებთ 5G ტექნოლოგიაზე და მის გამოწვევებზე. 5G სტანდარტებს ადგენს 3GPP, რომელიც აერთიანებს რეგიონალური სტანდარტების დამდგენ ორგანოებს და ინდუსტრიის წარმომადგენლებს. 3GPP ავითარებს ტექნიკურ სტანდარტებს, რომლებიც მოიცავს ასობით დეტალურ სპეციფიკაციას ქსელის სხვადასხვა კომპონენტისთვის. ასევე მნიშვნელოვანია ITU გაერთიანებული ერების ხელშეკრულების ორგანიზაცია. 5G NR ან New Radio არის ახალი და გაუმჯობესებული პროტოკოლი, რომელიც LTE-დან 5G-მდე განახლდა. ის უზრუნველყოფს მოწყობილობებს ერთმანეთთან და ინტერნეტთან დაკავშირებას, რაც ასევე ცნობილია როგორც IoT ნივთების ინტერნეტი. 5G ასევე გვთავაზობს URLLC-ს, ანუ ულტრასაიმედო და დაბალი შეყოვნების კომუნიკაციებს, რაც ძალიან სწრაფი და საიმედო ინტერაქციის საშუალებას იძლევა, რომელიც არ ჩავარდება ქსელის გადატვირთვის დროსაც კი. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ აპლიკაციებისთვის, როგორიც არის თვითმართვადი მანქანები, რომლებიც ინფორმაციის სწრაფ ნაკადს ეყრდნობიან. ამ სურათზე ნაჩვენებია 5G სისტემის გამარტივებული ხედი, რომელიც მოიცავს მომხმარებლის აღჭურვილობას, user equipment, როგორც არის თქვენი ტელეფონი, რადიოწვდომის ქსელს, radio access network, რომელიც მოიცავს განაწილებულ ერთეულს, distributed unit, ცენტრალურ ერთეულს, centralized unit და რადიო ერთეულს, radio unit. ეს კომპონენტები ამუშავებენ თქვენი ტელეფონის უკაბელო სიგნალს და ძირითადად ქსელის სიგნალს. მობილური ქსელის ოპერატორები, mobile network operators, ანუ MNOs, იყენებენ ქსელის ოპერატორებს 4G-დან 5G-ზე მარტივი გადასვლისთვის. არსებობს ორი ძირითადი არქიტექტურა, როგორიც არის NSA და SA. NSA non-standalone, ანუ არადამოუკიდებელი. ეს არის ჰიბრიდული 4G 5G გადაწყვეტა, რომელიც საშუალებას აძლევს ოპერატორებს დანერგონ 5G მხარდაჭერა და არსებული 4G ინფრასტრუქტურის მაქსიმიზაცია. NSA მხარს უჭერს გაძლიერებულ მობილურ ფართო ზოლს, მაგრამ არ უზრუნველყოფს 5G-ს ახალ შესაძლებლობებს IoT-სა და URLLC-ის გარშემო. Standalone ან დამოუკიდებელი ეს არის სუფთა 5G, რომელიც მოიცავს 5G-ს ბირთვიან ქსელს. 5G runs და 5G-ს ახალი ტელეფონების მხარდაჭერას. SA ანუ Standalone უზრუნველყოფს ყველა 5G შესაძლებლობას, მათ შორის IoT-სა და URLLC-ს შორის. 5G ასევე საშუალებას აძლევს ოპერატორებს გააუმჯობესონ ქსელის რესურსების მართვა სხვადასხვა მოთხოვნებისთვის. 2022 წელს, როდესაც მობილური ქსელის ოპერატორები აცხადებენ 5G შესაძლებლობებს, ისინი ძირითადად იყენებენ NSA-ის 5G ქსელებს, რომლებიც ეყრდნობიან არსებულ 4G Lite ინფრასტრუქტურას. 4G LTE უпростоრად ინფრასტრუქტურას. 5G-ს გამოწვევა ფოკუსირებულია SA 5G ქსელების განვითარებაზე, რათა დააჩქაროს 5G ღია ინტერფეისის არაფუნქციონირებადი კომპონენტების და მრავალპროვაიდერის გადაწყვეტილებების მიღება. ეს ხელს შეუწყობს 5G თავსებადობის განვითარებას და plug and play ოპერაციის რეალიზებას. მადლობა ყურადღებისთვის.